ერთ ფილმს მოგიყვებით ეხლა და მინდა რომ ასე ნაჭერიან თოკიან რაღაცა მსგავსი შემოიხვიოთ თავზე, იმიტომ რომ შეიძლება ყბა ჩამოგვარდეთ. თავს დავდებ, ეს ფილმი არ გინახავთ, არც გაგიგიათ. და გზადაგზა იტყვით ჯერ ერთი რომ what the fuck ეს რა ხდება და მეორე ვერ გამოიცნობთ საით მიდის და რა მოხდება ფილმში. არის ძველი საბჭოთა ფილმი 1988 წლის რუსული, ქვია ტრაგედია როკის სტილში და ჯერ ამ ფილმის შინაარსს მოგიყვებით და მე ერთად გავიაროთ, რა ვნახეთ და რა დასკვნების გამოტანა. შეგვიძლია თუ რაღაცა ის საბჭოთა კავშირის მიწურულის ამბები გაინტერესებთ, მგონია რომ მაგრა გაგისწორდებათ. ერთადერთი თავშივე უნდა გითხრათ, სპოილერი გამოდის, მაგრამ სხვა გზა არ არის. შევეხებით მძიმე თემებს, მათ შორის არის ნარკოდამოკიდებულება და მათ შორის არის სექსუალური ძალადობა. კი მინდა რომ მიყუროთ, მაგრამ თუ მაგის იშტაზე არ ახართ, ამ წუთას თუ ეგ თემები არ გეპიტნავებათ, რამე სხვას უყურეთ, ქვევით ლინკები მექნება. კაი, დავიწყეთ. 1987 წელია და 17 წლის ვიქტორი, იგივე ვიწია, ცხოვრობს მოსკოვში მამასთან და ბებიასთან ერთად. აი ცხოვრება აქვს. ახლა დღევანდელი გადმოსახედიდან ახლა რო უყურებ, შეიძლება ვერ მიხვდე. მაგრამ, ოჯახი არის, როგორ ვთქვათ, მატერიალურად შეძლებული. მდიდარი შეიძლება არა, მაგრამ არაფერი აკლიათ რა. პლეერი აქვს ძმას, 87 წელს ხდება მოქმედება, რას ლაპარაკობთ, მოტოციკლით დაქრის, იურიდიულზე სწავლობს. საიდანე ყველაფერი, საიდან და მამა არის ინჟინერი, საპასუხისმგებლო თანამდებობა უჭირავს და ეს ჩვენი ვიწია თავის მამაზე გიждდება, ის არის ყველაზე მაგარი, პატიოსანი, დიდებული, ეგეთი უნდა თვითონაც რომ გამოვიდეს. დედა არის გაშორებული, ცალკე ცხოვრობს და ვიწას ამაზე ძალიან ნერვები ეშლება. ეს დედა რეკავს ხოლმე, ეს არ პასუხობს, წადი ხომ წახვედი, დავიდამანებე, ესე ეუბნება, რუსული აქცენტით მოგმართავთ ხოლმე. ეხლა ეს ფილმი არის 2 სერია, 2 საათი და 40 წუთია და პირველი ასე დაახლოებით 1 საათის განმავლობაში მაინც და მაინც არაფერი ხდება. არა გენაცვალე, არ უფრთხილდება რეჟისორი მაყურებლის დროს. ხან არის რაღაცა ავანგარდული ვიდეო კოლაჟები, Я так ждал, я ждала, я был зол, я сердилась, я ушел, я ушла. Мы оба были, я у аптеки, а я в кино искала вас. Значит завтра на том же месте, в тот же час. და სხვა დანარჩენი, ეს პირველი 1 საათი უჭირავს მამის დაბადების დღეს. დაბადების დღე აქვს, ატირებს თავის კლასელებს და ძირითადად ხედან და ძველ დროს იხსენებენ. სტალინზე ლაპარაკობენ, ეს რა ცუდი პონტი იყო, ექიმების საქმეო რა ცუდი იყო. ერთია დიდხანს და დრამატულად და ცრემლებით ყვება რა ნახა სტალინის გასვენების დროს, როგორ გაიჭყლიტა ხალხი. Когда обезумевшие люди стали прыгать сверху со стены вниз в толпу, чтобы пробиться на похороны вождя. რაც იმ დროს, კაი 30 წლის ადრე იყო და რით ვერ გაეშვა, ხო? აი წარმოიდგინე, ეხა რო უყვებოდე მე 1996 წლის ამბებს ეგეთი გულით, ვაიმე, თავისუფლად შემიძლია მოვყვე ეგეთი გულით 1996 წლის ამბები. რა საშინელება, კაი გავიარეთ. ამ მამის კლასელი ქალი ძალიან დიდხანს ეცეკვება ვიწიას, სახემი აქვს ძალიან ახლოს და რაღაცას უყვება. მამა შენს არ მივეციო თავის დროზეო, როგორ არ მივცემდიო, მაგრამ ჩვენ დროსო ეგო უფრო რთული იყო, თქვენთვის ალბათ ეგო არაფერი არ არისო. ბიჭი არის 17 წლის და მე დიდხანს კიდე ცეკვავენ და ამას რაც ცრემლიანი თვალები აქვს, რატო ვერ ხვდები ამას ამ ქალს. და ამას ახლა სიუჟეტისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, შეიძლება რომ უყურებ გონია რომ რამე ამ ხრივ განვითარდება, არანაირად, მაგრამ მინდოდა რომ აღმენიშნო. და კიდე დროდადრო სულობს რომ დაალევინოს ამ ბიჭს და ის კიდე არა, შამპანურსაც არ სვამო. Витенька, выпей за своего замечательного папочку. Победителя мужчин, всех женщин, кроме 2. Ты что, святой? Не пьешь, не куришь?
ამასობაში ჩამოვა ამ ვიწას დედის ახალი ქმრის შვილი. მისი თანატოლი ლენა მეტსახელად პტახა ჩიტუნა, მოდი ჩიორას დაუძახებ. ჩიორა არის პროვინციიდან და მოსკოვში უნდა ისწავლოს და ამათთან რჩება. და ახალგაზრდებს ეგრევე დაევასებათ ერთმანეთი, თვალებს უჟუჟუნებენ და მაინც არ ანაღლებთ და არც ფილმი აღნიშნავს, რომ ცოტა მაზალოა, რა, ანუ ნათესავები არ არიან და არაფერი, მაგრამ მაინც ხო, რაც დედის ქმრის შვილია, ცოტა მურტალი ამბავია, მაგრამ ნუ ამათ კიდიათ და რეჟისორსაც კიდია და ფილმსაც კიდია და ოკეი, ჩვენც დავიკიდოთ. ყველაფერი თითქოს კარგად მიდის, მაგრამ აი ფილმის დაახლოებით შუა წელში უცებ მოწმენდილ ცაზე მეხი გავარდება, მამას იჭერენ, სახელმწიფო ქონების მიტაცებას ედავებიან. ვიწა გადადის ჭკუიდან, ყველაზე პატიოსანი კაცი უსამართლოდ გასკვანჩეს. თან მამამისმა უთხრა, რომ ვიწა ვიქტორ, მე უდანაშაულო ვარო. Верь мне, я ни в чем не виноват. საბოლოოდ გაფლანგვას ვერ დაუმტკიცებენ, მაგრამ სამსახურებრივ გულგრილობას შეტენიან და მიუსჯიან 3 წელს პირობით, ოღონდ იძულებითი შრომა გასწორებით, ან თვალ კარგად ვერ ხვდები ეგ როგორ მუშაობს, მგონია რომ ციხეში არ ზის, მაგრამ სადღაც უნდა წავიდეს და იმუშაოს. მოკლედ, ეს არის, დასჭირია. ვიც ამაზე კიდე უფრო გადადის ჭკუიდან, რაც ქუჩაში გამარბის და დარბის. აქეთ-იქით მანქანებს უვარდება. და ვიღაც ტიპს დაეტაკება, თითქოს შემთხვევით, მაგრამ ნუ მანამდე ვნახეთ, რომ ეგ ტიპი უთვალთვალებდა და ასევე მაგის ექსპერტი მე არა ვარ, მაგრამ რაღაც ძალიან მიწებებული წვერი აქვს იმ კაცს. ეგეც თავისუფლებას ტოვებს, არა? რაღაცით იმას გავს. კამერონ დიაზი რო ვითომ კაცია ჩარლის ანგელოზებში. და თან ეხა ვიფიქრე, რომ ვინ შვება მაგას, რანაირი ადამიანი უნდა იყო, რანაირი კაცი უნდა იყო, რომ თმები მიიწებოდა ისეა, რომ აქეთ-იქით რა სისულელია, ვინ შვება მაგას, ხო, რა საჭიროა. მაგრამ კაი, მოკლედ სახლში ღელავენ, სად არის ჩვენი ვიწეო და ამ დროს ეს მოდის და მოყავს ის ტიპი ახალგაცნობილი. ამბობს ეს არის კასიუსიო, სიკვდილისგან მიხსნა და ამერიდან ჩვენთან იცხოვრებსო, დაგვთანხმდა, რომ ჩვენთან იცხოვროსო. არავის მაინც კითხვა არ გაუჩნდა, რომ კასიუსი ძმას რატო ქვია, რანაირი სადაური კასიუსია. და მე როგორც მაყურებელს გამიჩნდა შეკითხვა, რომ რა მოხდა იმ რაღაც ხანში, როცა ჯერით იმანმა მაინც სიკვდილს არ გადაარჩინა, ვნახეთ. რატო გვაგასლაითებს ეს ფილმი. მეორე რა საუბარი შედგა, რის შემდეგაც შეთანხმდნენ, რომ კასიუსმა ამასთან უნდა იცხოვროს, ეგეც არ გვაჩვენეს, მაგრამ ნუ კაი, არ აუშავს ფილმია, სიუჟეტი უნდა განვითარდეს და ის ბებერი კვანების ტირილს რომ აი მე სტალინი რაც უდი იყო, ისევე სჯობია. ნახოთ რა მოხდება, როგორ განვითარდება მოვლენები. და მოკლედ ეს ბიჭი, ჩვენი ვიწია, დეპრესიაშია, ძალიან განიცდის მამის დაკავებას. და კასიუსი ეტყვის, რომ იდეალური გამოსავალი მაქვს შენთვისო, ანუ მედიტაციას მივმართავ, მაგრამ შენ შეიძლება ისე ვერ შეძლო და პლანი უნდა მოწიო. აღმოსავლური ფილოსოფია, გონება გახსენი და აი ესეც მოწევს და იქიდან დაიწყება მისი ვარდნა. იმიტომ რომ მალე იწყებს როკ კონცერტებზე სიარულს, აიშვებს, ჩაითრევს ეს უწესო ცხოვრება, ანკობა. Жизнь — ничто. Мы только капли на быстротекущей реке жизни. Гаси свет. Запомните этот символ. Это третий глаз. Глаз зрения души. Я научу вас летать. მე ამ გოგოსაც, ჩიორასაც მოაწევინებენ და ფილმი ესე ხაზგასმით გვაჩვენებს, რას ნიშნავს ეს პირველი ნაპასი.
და ცოტა ხანში 18 წლის ხდება ეს ვიწე დაბადების დღე აქ, როცა კასიუსი ეტყვის, რომ ეხლა ახალ ლეველზე უნდა ავიდეთო, ეხლა გაჩვენებთ ჭეშმარიტ სიამოვნებას, გონებას გავხსნით ბოლომდეო. ოთახში შემოდიან ნახევრადშიშველი გოგოების შპრიცებით ხელში, რომლებიც არ ვიცი მანამდე რამდენ ხანს სადიმალებოდნენ, ამ ვიწას სახში არიან თითქოს და ყოლა კარისიკით იყვნენ და ელოდებოდნენ ეს კასიუსი, როდის მისცემდა სიგნალს და ამასობაში გაშიშულდნენ, არ ვიცი, მოკლედ, შემოდიან და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არის ნაჩვენები, როგორ იჩხერენ ეს შპრიცი ვენაში, როგორ შედის, რამდენი ხანია არ მთავრდება, არასდროს ძალიან რთული საყურებელია ესე, არ მინდა ამის დანახვა. ესე ვართ და ეს ჩიორა თავიდან ისე არის რომ მე არ მინდაო მე შინიაო ამისიო და ბიჭი ეტყვის რომ ჩემი ხათრეთო დაბადების დღე მაქვსო ეხავე უნდა გაიჩხირო და იმასაც რა უნდა ექნა მეორე დილიდან უკვე ანუ დაღამდა გათენდა და ეს ბინა არის გომურად ქცეული იავარქმნილია სავსე არის შიშველი ხალხით რომლებიც ძირს ყრიან გმინავენ, გიჟივით იცინიან, ბღავიან. კასიუსი ამ ბიჭს ეუბნება, რომ ესო პირველიო ჩემზე იყო, მაგრამ ეხაო ფული უნდა იხადო, ეს წამალიო უფასო არ არისო. ეს ვიწე ეუბნება, რომ ქეში არ მაქვს, მაგრამ სახში რაც რამეს ხედავ, აიღეო, მაგის საფასურათო. ეს ეუბნება, კარგიო. მე რამდენი ხანი გადის ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ამ ბინაში არის სოდომი და გომორა. და კასიუსი ამბობს, რომ ამერიდან მე 20 წელი მასწავლებელი უნდა დამიძახოთო, იმიტომ რომ გასწავლითო ცხოვრება რა არის, ოღონდ არაფერ ცხოვრებას კი არ ასწავლის. ამასობაში ეს კასიუსი აუპატიურებს ტახას, შიორას. თან ბევრჯერ, ან სუპირველად ძალიან ჟუტკი სცენა არის, კასიუსი ამ ბიჭს ეუბნება პირველ ღამეს რო გაიჭხირეს, რომ მაჩუქეო ეს გოგო და ისიც ნარკოტიკული თრობის ბურანში ეუბნება შენი იყოსო. Подари учителю птаху. Бери, брат. А ты не пожалеешь? Нет, мне хорошо. და ეს გოგოს თითქოს მიყვება, მაგრამ ნუ ცხადია რომ ჭკუა არ მოეკითხება, არ არის სახ გონებაზე, მთლად კარგად ვერ ხვდება სად არის და რაღაცა, მაგრამ მე ფილმი ამაზე არ ჩერდება და კიდევ რამდენჯერმე ძალის გამოყენებით ძალადობს ამ გოგოზე და ეს ტირის და ყველა ჭკუიდან არის გადასული. Витенька, любимый мой. აი რაღაც ბოსხის ჯოჯოხეთია და ეს გრძელდება ძალიან დიდხანს, გაუთავებლად არ მთავრდება არასდროს, ანუ აი ძალიან ძიმე საყურებელია. ბოლოს ეს ჩიორა ვერ უძლებს ამ ყველაფერს და გადაიჭრის ვენებს. თუმცა გადარჩება. კასიუსი ვიწას ეუბნება, რომ ეხა ვალი გაქვო. ჩასაბარებელიო, ვიწა ეუბნება, რომ რა ვიცი, რაც ამაქვს, რა წაიღეო, რა გავაკეთო სხვაო და ამ დროს იგებს სიმართლეს. სიმართლე კი ის არის, რომ კასიუს ეს ბიჭი შემთხვევით არ შეურჩევია. ოჰო, საქმე იმაშია, რომ მამამისი, ამას რო გონია, რომ უსამართლოდ დაიჭირეს და არის ფრთებ შესხმული ანგელოზი, სიამდვილეში ყოფილა ერთი ჩვეულებრივი თაღლითი. ვიღაც ბანდიტებისგან ფულს იღებდა და სანაცვლოდ რაღაც პროდუქციას ჩამოწერდა და იმათ აძლევს, ანუ რა კომბინაცია იყო ზუსტად არავისთვის მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ის არის, რომ მამამისმა ბლომად ფული აიღო, პროდუქტის ჩაბარება ვერ შეძლო, ანუ ეს რაღაცა რაც უნდა ჩაებარებინა, მისი კონფისკაცია მოხდა, მაგრამ ქეში თვითონა აქვს. კასიუსი, რომელიც არანაირი აღმოსავლელი მისტიკოსი არ არის, რაღაც საძმოს წარმომადგენელია, ეუბნება, რომ ფული იპოვე, სადა აქვს მამაშენს დამალული და ამალს არ მოგაკლებთო რა, რამდენიც გინდა იმდენი გექნება, მოგხედავთო. ეს ვიწეუბნება, რომ რა ვიცი, ალბათ დაჩაზე დამალაო, აი პორტ თავის სახელზე არ არის გაფორმებული, წავიდეთ იქ ვიპოვიო. თან რაღაც საეჭოდ არის დამშვიდებული.
მანქანაში სხდებიან, მიდიან და ეს ბიჭი ატყობს, რომ უკან ვიღაცეები აედევნენ. და კასიუსი ეუბნება დაწყნარდი, როგორ ჩემი ხალხია, უბრალოდ თუ გვიყურებენო, რომ რაღაცა არასწორი არ ქნაო. და სვიწე მიხვდება საბოლოოდ, რომ თავის დაღწევა ამ ყველაფრიდან არის შეუძლებელი და მცირეხნიანი დევნის შემდეგ მანქანას შეაჯახებს კედელს. კასიუსი გადარჩება, გადმოხტომას მოასწრებს. ხო და ამ ბიჭის პანაშვიდია. მოკვდა ჩვენი ვიწა. მოკრძალებული. ცერემონია, ბევრი არავინა, დედა ჩამოდის, მამამისი გამოუშვეს შვილთან, მოკლედ დაღონებულია მამამ და უცებ რაღაც სტრანნად დაიწყებს გარკვევას, რომ ჩემი მანქანა სად არისო, აი ეს რომელიც დაინკრა. მიაკითხავს ამ მანქანების სასაფლაოზე, გახსნის საბარგულს და ხო ისაოცრებავ, ფული მან ყოფილა დამალული, საიდუმლო საცავში საბარგულის ქვემოთ. ოღონდ ამ დროს გამოჩნდებიან კასიუსის საძმოს ტიპები, მაგნიტოფონით ხელში თან როკს უსმენენ, ალყას შემოარტყამენ და ცხადი ხდება, რომ გასაქცევი არსადაა. ამიტომ მამა აიღებს ასმანეთიანს, ცეცხლს მოუკიდებს და თავს აიფეთქებს მანქანიანად. ფაკ არა, მაგრამ ჯერ არა ფაკ, მოიცადეთ. ეს ჩვენი ჩიორა პტახა დაგავიწყდათ, ხო? გამოწერე საავადმყოფოდან, მაგრამ ბოლო კადრია, რომ სარკესთან დგას, ხელში შპრიცი უჭირავს და ცოტა ხანს ესე დგას. მე კისერში გაიჩხერს და მე მთავრდება ფილმი. აი ხა ფაკ. ეხლა ვიცი რომ რამდენიმე შეკითხვა გაქვთ და პირველი არის განსაკუთრებით თუ ასაკით მაგ დროს ვერ მოესწარით, მოიცა საბჭოთა კავშირში ესეთი ფილმებს იღებდნენ? არა, რა თქმა უნდა, მაგრამ მაგ დროს იღებდნენ. ეგ დრო არის დაახლოებით 1985 წლიდან 91 წლამდე, პერესტროიკის დაწყების დროიდან. პერესტროიკა მოდი არ ამახსნევინოთ, იმიტომ რომ უმეტესობა მიცით, მაგრამ მაინც მოკლედ გეტყვით, რომ გორბაჩოვი თუ გაგიგიათ, მაგან თქვა, მოდი გადავაკეთოთ ეს ჩვენი გადასარევი საბჭოთა კავშირიო და რაც გარკვეული დოზით სიტყვის თავისუფლება დაუშვა. ოღონდ მე ყველამ თქვა, რომ ეს გარკვეული დოზით არ ყოფნის, ყველაფერზე უნდა ვილაპარაკოთ, რაზე ლაპარაკის საშუალებასაც აქამდე არ გვაძლევენო და მათ შორის დაიწყეს ფილმების გადაღება აქამდე უკიდურესად ტაბუდადებულ თემებზე, მათ შორის არის თქვა სტალინის მემკვიდრეობა, მაგრამ არის ნარკოტიკები, არის პროსტიტუცია, არის უკიდურესი სიღარიბე, მარგინალები, დამნაშავეები, კრიმინალური სამყარო, ესეთები. და მსგავს ფილმებს მაშინ ეძახდნენ კრებსითად ჩერნუხას, რუსული სიტყვა მოდის სიტყვიდან ჩორნი, შავი და ქართველებსაც გვაქვს მსგავსი ფილმები, ანუ შევყოყმანდი, იმიტომ რომ ჩერნუხას არ უწოდებ, მაინც სალანძღავი სიტყვაა და იმიტომ და ამ ფილმების სალანძღავი სიტყვით მოხსენება არ მინდა, მაგრამ თქვა მაგალითად რო თქვა ლაკა ან უძინართამზე ან ორფეოსის სიკვდილი სხვადასხვა დროს გადაღებული ფილმებია, ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, რაც შეიძლება თქვა რომ ერთი ჟანრი არ არის, მაგრამ აერთიანებს ის რომ თქვა სოციალიზმი არ არის, მანამდე რო იყო, აჩვენებენ მარგინალებს აქაც, ბნელ მხარეს ცხოვრების, დანაშაული იქნება ეს, თუ ნარკოტიკები იქნება და ასევე რაც თავარია არის შოკის მომგვრელი ფილმები თავისი დროისთვის. ანუ ლაკა რო გამოვიდა 85 წელი, ახლა მე პატარა ვიყავი მაგ დროს, მაგრამ მე რამდენიმე წლის განმავლობაშიც ყველა ისე ამბობდა, რომ ლაკა ნახე, ანუ შოკი იყო მაგის ნახვა, მაგრამ უძინარხამზე რო გამოვიდა, კი მახსოვს კინოში ვიყავით კლასელები შატალოზე ორჯერ წასულები და გადატვირთული იყო კინოთეატრები და რუსულები ესეთი იყო უამარავი. ეხა ეს ტრაგედია როკის სტილში მაგ ჟანრიდან არის, ჩერნუხა არის ცალსახად, მაგრამ ნუ ყველაზე ცნობილები იყო პატარა ვერა, მალენკაია ვერა, სადაც იყო პირველი სექსის სცენა საბჭოთა ფილმში, მაგრამ მაგას გარდა იყო რა, მე მქვია არლეკინო, ინტერგოგონა, მენტის ქალიშვილი, ავარია, ნუ ბევრი იყო რა. მაგრამ ნუ ეხა მაგას შევეშვათ და ფილმის შინაარსზე გადავიდეთ, ცოტა სიღრმისეულად
ჩავყვეთ ამ ფილმს, მაგრამ ამისთვის ჯერ მეც უნდა გარდავისახო, ისევე როგორც კასიუსი გარდაისახა. ხო შემოგიტყუეთ ესე და ახლა უნდა დაგსვათ და გასმენინოთ საბჭოთა კავშირის მიწურულის შიშების და რაც ამასთან დაკავშირებული სიმბოლიზმის განხილვა, იმიტომ რომ ფილმი სავსე არის სიმბოლოებით, მაგას გავივლით ახლა ერთად, მაგრამ ჯერ მაცალეთ, ჯერ ჩემი ნამდვილი სახე უნდა გაჩვენოთ. კასიუსი ვარ. მოდი ჯერ ეს ნარკო დამოკიდებულების თემა გავიაროთ, იმიტომ რომ თუ ვინმეს ახსოვს ეს ფილმი, იმ დროიდან სწორედ ამითი ახსოვს ძიმე კადრებით YouTube-ზე არაერთი კომენტარი შემხვდა, ერთი წერდა რომ მახსოვს რომ სკოლაში წაგვიყვანეს ამის საყურებლად, რაც რავი, ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ან ეშლება, ან იტყუება ის ტიპი, იმიტომ რომ სკოლის ასაკში რო ეს ფილმი მენახა, დღემდე თერაპიაზე მომიწევდა ამის გამო სიარული და მაგისი განხილვა. ბევრი წერს ასევე კომენტარებში, რომ აი დღეს რო ნარკო დამოკიდებული არა ვარო, სწორედ ამ ფილმის დამსახურებაა, რაშიც ძმებო და დებო, გენდერ ნეიტრალურო ნაგაზებო, აი ძალიან ეჭვი მეპარება, იმიტომ რომ არ მგონია რომ ეგ პონტი იყო, რომ ვიღაცას ის იყო ჰეროინი უნდა დაებაბანებინა, რომ ამ დროს გაახსენდა ფილმი ტრაგედია როკის სტილში და თავი შეიკავა. სიმართლე ალბათ უფრო ის არის, რომ ფილმი ნახეს, ნარკო დამოკიდებულები არ გამხდარან და ამ ორ შორის შეიძლება დიდი კავშირი არ იყოს, იმიტომ რომ ნარკო დამოკიდებულების აღწერის ამბავში ეს არის ძალიან მოძველებული ფილმი, აი ეგ სტილი უკიდურესი დაშინების, რომ აი ნახე ცხოველად გადაიქცევი და შენ მერე აღარაფერი აღარ გიშველის, სხვა თუ არაფერი კონტრპროდუქტიულია. ანუ ის პონტი კი არ არის რომ რაღაცა ლიბერალები ლაპარაკობენ რომ აბა ხო არ უნდა მოვეფეროთ თუ რაღაცა ასე შემდეგ, მაგრამ არა, უბრალოდ არასწორად წარმოაჩენს როგორ და რატო ხდებიან ხოლმე ნარკო დამოკიდებულები ადამიანები. ეს არის უფრო რომ ვიღაცა სადარბაზოში შეგათრებს და გაგიჭხირავს საფრთხე, რომელიც რა ვიცი რა მაგაზე დიდხანს გაჩერება არ მინდა, მაგრამ სხვაც ბევრი კაი ფილმია, სადაც უკეთესად არის ეგ ნაჩვენები, უფრო გვიან გადაღებული. მათ შორის ქართულები, ანუ ქართველებს ბევრი გვაქვს ნარკო დამოკიდებულებაზე, იმიტომ რომ გვაწუხებ და ეგ პრობლემა, ზოგი უკეთესი ფილმია, ზოგი უარესი, მაგრამ ბევრი არის ან თვითონ ყოფილი ნარკო დამოკიდებულის გადაღებული, ან გარშემო ხალხი ყავდა, მოკლედ უკეთესად იციან საკითხი, აი მაგალითად ეს სცენა. აუ გიუშე ბებერო რა გადაჭხერილი ვარ იცი ზომობას საფიცა რა დაჭხერილი ვარ თქვენც მოგიტანეთ და აგარა გაგვისწორდება ოზი просто ვერ გაუტეხე რა ხელა კაცი ამთხო და ზა კამპანიო დავიბაბანე რა ხოაზე მე ფხანება ყველაფერი მე მგონია რომ გაცილებით უკეთესად აჩვენებს რა ხდება ხოლმე და როგორ. თვითონ ამ რეჟისორს ეგონა რომ მაქსიმალურად რეალისტური ფილმი გადაიღო, ძირითადად იმიტომ რომ თვითონ ამ ფილმის გადაღების დროს იყო, რა ვიცი, 50 წლის სავაკულიში, რომელიც ახლა დღევანდელი გადმოსახედიდან არაფერი არგუმენტი არ არის, ანუ რამდენიც გინდა ვიცით ტიპები არიან 50-ს გადაცილებული და იჩხერენ. მაგრამ მაშინ ნაკლებად ხდებოდა ხოლმე ეგეთი ამბავი და თან ვატებ შეხედეთ, ეს ძმა იყო. პლანი არ ქონდა ცხოვრებაში მოწეული და მე ისე ყვება რომ გადაღების დროს ნამდვილი ნარკომანები იყვნენ, იქო ის გოგოებიო სადღაცა პლანის სუნიც კი მომივიდაო. და ეს ვარიო ზუსტად ისე როგორც ხდება ხოლმე, რაც რა ვიცი ხა რო ეთქვა რომ მეტაფორულად ეგრეაო, კიდე გაიგებდი ადამიანი, მაგრამ ეს ავანგარდული თეატრი რეალიზმი რატო ეგონა, მე არ ვიცი. ან შეიძლება არც ეგონა და უბრალოდ ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა, იმიტომ რომ ყველას დაამახსოვრდა აი ეს გაჩხერვის სცენები და არავინ არ მიაქცია ყურადღება რომ რეალური მესიჯი სულ სხვა იყო. ეს ტიპი სავაკულიში გარდაიცვალა 2001 წელს და არის შანსი რომ ენახა ამერიკული ფილმი ოცნებების რექვიემი, Requiem for a Dream და ეთქვა რომ ეგო რა არისო, მე ბევრად უფრო ადრეო გადავიღეო ესეთი საბჭოთა კავშირშიო და კიდევ უფრო მძიმე ფილმიო და მართალიც იქნებოდა. თუმცა მე თუ მკითხავ რეალურად ეს ტრაგედია როკის სტილში არის არა საბჭოთა ოცნებების რექვიემი, არამედ სხვა ფილმი უფრო დიდ გავლენას მოახდენდა ამ ყველაფერზე, ფილმი რომელიც ნამდვილად ექნებოდა სავაკულის ნანახი, საბჭოთა კავშირში ყველა რეჟისორს ჰქონდა, ფილმი სახელად Repentance, რუსულად პაკაიანი და მონანიებაზე მაგ ცხადია ლაპარაკი.
რატო მონანიება, სად არის ნარკო ორგიები მონანიებაში, არ დგას ბოლოში სესილია თაყაიშვილი ჰეროინიანი შპრიცით ხელში და ისე არ კითხულობს რომ გზა მიგვიყვანს თუ არა ტაძართანო, მაგრამ ორი რაღაცა. პირველი ეს პონტი რა, როცა არის ავანგარდული სცენები, მუსიკალური კოლაჟები, რომელიც ცოტა რაღაცა თან სიზმარს გაგონებს და თან ძირითად თემას გადმოსცემს და მეორე ეს ძირითადი თემა, რომელიც არის ის, რომ მამების ცოდვების გადახდა შვილებს მოუწევთ. ეხლა მონანიებაში კიდევ ბევრი სხვა რამე ხდება, სხვა თემებიც არის, მაგრამ ნუ ერთ-ერთი ხაზი ხო ეგ არის. რავი, როგორც მე მესმის, არა ვარ კინომცოდნე, მაგრამ რომ ნახავ დაგრჩება შთაბეჭდილება, რომ აი ეს არის ბოლოში რომ თავდება თორნიკე დება, იმიტომ რომ აცნობიერებს რომ ბაბუამისი ვარლამ არამიძე მონსტრი იყო და მამამისი აბელ არაბიძე იყო კონფორმისტი ყლე და ნუ მოკლედ მე თავს იკლავს. ზვარაკად ეწირება ამ ყველაფერს. ამ ჩვენ ვიწესაც მაშინ ენძრევა რეალურად, არა იმიტომ რომ სადარბაზოში შეათრევს კასიუსი, არამედ იმიტომ რომ მამას დაიჭერენ და მთელი ღირებულებების სისტემა თავზე წამოექცევა და მე ეს კასიუსიც წამოეწევა, რომელიც არის მამის ცოდვის ნაყოფი. აქ ახლა ნარკო დამოკიდებულება არის უფრო გახრწნის მეტაფორა ახალგაზრდების, რომ აი როდესაც იდეოლოგია აღარ გაქვს, აღარ იცი რაზე დადგე, მერე უცებ ახალგაზრდებს შეუჩნდებიან სხვადასხვა ჯურის პანკები და ბუდისტები და გარყვნიან. უძაღლო ქვეყანას კასიუსი დაეპატრონება. ხო და კასიუსი რატო ალბათ გაინტერესებთ? უпростоრად ალბათ არ გაინტერესებთ, მაგრამ მაინც გეტყვით, იმიტომ რომ თქვი რომ ეს ფილმი სიმბოლიზმით არის მეთქი სავსე, როგორც წესი მაგას რო ამბობ, რაღაცნაირად იგულისხმება რომ კარგს ამბობ ფილმზე, მაგრამ არ არის ეს კაი ფილმი, არანაირი გაგებით, მაგრამ სიმბოლიზმით სავსე არის. შეიძლება რომ ერთიც მართალი იყოს და მეორეც და ერთ-ერთი ხაზი, რომელსაც შინაარს უყვებოდი მაინდა-მაინც ყურადღება არ გავამახვილე, არის პარალელები ძველ რომთან, უпростоრად ძველი რომის რაღაცებით ახსნა თანამედროვე საკითხების, თანამედროვე პრობლემების. ფილმის დასაწყისში სულ თავიდან ეს ვიცია და მისი მეგობარი გენრიხი რა ქვიათ ხოლმე ამერას უყურებენ და რა მონოლოგს წერენ, სადაც სენატს მიმართავენ უფროსი ასაკის მმართველებს და ერთი ამბობს რომ ყველაფერი თქვენი ბრალია, მალე გაწყდით და მეორე ვიწე ამბობს რომ მაინც გაუღოთ ჩვენს მშობლებს, მათ ხომ ჩვენთვის კარგი უნდოდათ. აი ამ მონოლოგს ისმენს ვიწას მამა ბოლოს, როდესაც მანქანის მოსაძებნად მიდის და თავისი ფულის იქ. ამას გარდა ამ ბიჭს სახლში წარწერა აქვს, ზევით აწერია აut კესარ, aut nihil, ან კეისარი, ან არაფერი, რაც ნიშნავს რომ ხო ან ყველაფერს უნდა მიაღწიო და ან საერთოდ თავი დამანებეთ და ხა იმასაც მნიშვნელობა აქვს რომ ვიქტორი ქვია. გამარჯვებული. და რამდენჯერმე კიდე აი თავიდან რომ ის არის დაბადების დღე, ამას ეკითხებიან რომ რას გინდა მიაღწიო ცხოვრებაში და ეს ამბობს რომ ყველაფერს. მაგრამ საბოლოოდ aut nihil გამოდის, იმიტომ რომ ამ ბიჭს კასიუსი კლავს. კასიუსი კიდე კეისრის ერთ-ერთი ყველთაგანია, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, ხამწლად ბრუტუს ვერ დაარქმევდა, მეტი გამოვიდო და კასიუსიც წავა მაგამ ბავში. თან თუ სულ გამოგრჩა ეს ყველაფერი, სულ ბოლოს ეკითხება ეს კასიუსი ამ ბიჭს, რომ ძველი რომიო გიყვარსო. მოკლედ ეგ პონტია, რომ იმ დროის საბჭოთა კავშირი არის შედარებული გვიანდელ რესპუბლიკას, რომელიც აი ხადახა ჩამოიშლება. და აქვე ის უნდა აღნიშნო, რომ ჯერ კიდე საბჭოთა კავშირი, ანუ არავინ არ იწინასწარმეტყველებს, რომ რაღაც რამდენიმე წელიწადში აღარ იქნება საერთოდ ეს ყველაფერი, მაგრამ განწყობა დგას უკვე ჰაერში, ეგ სუნი არის, რომ აი ხა საით მივდივარ და რა გვეშველება და მერე რა მოხდება. და მოკლედ ეს თავარი წინასწარმეტყველება, რომ უძაღლო იდეოლოგიო ქვეყანას მერე დაეპატრონებიან სხვადასხვა ჯურის წამლის ბარიგები, ახდა თუ არ ახდა. ეგრე მოხდა, რომ რაც უაზროდ დარჩენილი ახალგაზრდობა მერე წამალმა აწტუნა და რაღაც პონჩი კი. ანუ რუსეთში რა ხდება ისე კარგად არ ვიცი მაგ დროს, მაგრამ ნუ საქართველოში მაინც გქონდა ეგ პრობლემა და ძალიან სერიოზულად და მაგიტომაც არის რამდენი ფილმი არის მაგაზე გადაღებული და ამდენს ვჯელობდით, რამდენად ეხა საბჭოთა კავშირის დაშლა იყო მიზეზი მაგისი, მაგაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ მე მგონია რომ თავისუფლად შეიძლება ამტკიცო, რომ პოსტსაბჭოთა ფენომენი იყო ეგეც. რეალურად ამ ფილმის ბოლოს რო გავედი, მივხვდი რომ ნამდვილი ტრაგედია როკის სტილში რუსებს სხვა კუთხიდან დაატყდათ თავზე, ისე რომ სავაკულის ამაზე წარმოდგენაც არ ქონდა. საქმე იმაშია, რომ ამ ფილმში მონაწილეობა აქვს მიღებული იმ დროის რუსული საბჭოთა კონტრკულტურის ორ ტიტანს.
ერთი არის სერგეი კუროხინი, რომელსაც ეკუთვნის ამ ფილმის საუნდტრეკი და აქა-იქ რაც ტელევიზორში ჩანს კიდევაც და სერგეი კუროხინი იყო თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე თესლი ტიპი, აი საერთოდ მთელს საბჭოთა კავშირში, იყო ავანგარდისტი, ჯაზი იცოდა, როკი იცოდა, თან იყო პრანკსტერი, მაგრა გადაობდა ფილმის გამოსვლიდან ცოტა ხნის მერე ლენინგრადის ტელევიზიაში იჯდა ვიღაცთან ერთად 9 საათის განმავლობაში და სრულიად სერიოზული სახით ამტკიცებდა, რომ ლენინმაო თავის დროზე იმდენი ფსიქოდელიური სოკო ჭამაო, რომ თვითონაც სოკოდ გადაიქცაო. ოღონდ ანუ პირდაპირ მნიშვნელობით სოკოდო, მაგრამ ამას ისე აკეთებდა, რომ დაიჯერა ხალხმა. მაგარი ტიპი იყო რა. ხო და ეს ჩვენი კუროხინი ხო რაც ინტელექტუალი ავანგარდი ტიპი იყო და მაგის მეორე მხარეს იყო გარიკ სუკაჩოვი, რომელიც ასევე თამაშობს ამ ფილმში. ეს უკვე ფეთქავი გული იყო, კვერცხებიანი, ნაღდი პროლეტარული მუშათა კლასის პანკი, რომელიც ამ დასავლურ როკს უხამებდა რუსულ ფოლკს, რომელიც აი ყველას ევასებოდა, ენერგიას ასხივებდა, ქართველებთან აქ ჩამოდიოდა, ჩვენი ჩავდიოდით, მაგარი ძმა იყო, ანუ აი ნაღდი პანკი იყო რა. ხო და მე რა მოხდა? ეს კუროხინი საბჭოთა კავშირის დასვლის შემდეგ წავიდა სავით პოლიტიკაში. წავიდა სავით, იმიტომ რომ ბოლომდე მაგის ძმაკაცებს არ ჯეროდათ რომ ეს ტიპი ხახა დაობს თუ მართლა აკეთებს, ვერ ხვდებით, მაგრამ ნუ რა მნიშვნელობა აქვს თუ ვეღარ გაარჩევ. გაწევრიანდა ნაციონალისტ ბოლშევიკების პარტიაში, რომელიც იყვნენ, რა ვიცი, ჩვენი მხრიდან, ქართველების მხრიდან ორი ყველაზე რაღაცა ისეთი, რაც შეგაწუხებს რუსი ნაციონალისტები და თან რო ბოლშევიკები არიან და დაუმეგობრდა და პოლიტიკაში ერთად მოძრაობდა ალექსანდრ დუგინთან ერთად, რომლის სახელიც გეცოდინებათ ბოლო დროს საზიზღარი წვერებიანი ის რო არის. ბოროტი ბებერი, აი ის და მოკლედ კუროხინი მე მალევე მოკვდა 90-იან წლებში, ისე რომ მაგის მამეგობრებმა ეგრევე ბოლომდე ვერ გაიგეს რომ ამას რამე დაემართა, პერფორმანსი ჰქონდა ცხოვრებაში თუ აი რა იყო, მაგრამ ცუდი გემოკი ყველას დაუტოვა პირში, რომ აი ამას რას აკეთებ. ამ პონტზე მეტი თუ დაგაინტერესებთ, სამსერიანი პოდკასტი მაქვს რამდენიმე წლის წინ ჩაწერილი, რომელსაც ქვევით დავლინკავ, ქვია სიმპათია ეშმაკების მიმართ და მაგდა კიდევ ბევრ სხვა რაღაცაზეა. კაი გრძელი მოსასმენია, თუ არა გაქვთ მოსმენელი, Spotify-ზე არის და ისედაც თუ არა და ბრაუზერში შეგიძლიათ ჩართოთ მოусმინოთ. შეგიძლიათ არც მოусმინოთ. მეორეს რაც შეეხება გარიკ სუკაჩოვს, ბებერ განდონ კონფორმისტ ნაბოზარს, ეგ არის ახლა ზეტი ტიპი, ყირიმი ჩვენია, პუტინს შევეტენო ბოლომდე, აი ამ რაღაცა ენერგია პანკ რაღაცნაირი ტიპიდან გადაიქცა, აი ბებერი ხელოვანები რო არიან, რომ ოღონდ ხელისუფლებას შეეტენონ და ვილიკაია რასია, რაც მაგ ტიპად და ხვალ რომ მოკვდეს გული არავის არ დაწყდება. ხო და რომ მორჩა ფილმი მაგიტო გაგიზიარეთ ეს ყველაფერი, რომ მივხვდი, რომ ჭეშმარიტი ტრაგედია როკის სტილში ის იყო. არა ის რომ აი მე პანკი მოვა და რუსებს გარყნის, როკი მოვა და რა ეშველება ჩვენ ახალგაზრდებს, არამედ რომ სწორედაც რომ პირიქით მოხდა, რომ რუსეთმა გარყნა როკი. ამის მოყოლა მინდოდა თქვენთვის. ეხა ხანდახან მიყურებს ხალხი და მეკითხება რომ არხს რითი დაუჭიროთ ხარი. რა გავაკეთოთ და რამდენიმე რამეს გეტყვით და თუ გინდათ ყველა გააკეთეთ, თუ გინდათ არც ერთი რა ვიცი თქვენი საქმესა თქვენ იცით. პირველი აქამდე თუ მისმენთ არხი გამოიწერეთ, დამეხმარება, კაია, ბევრი ხელმომწერი მეყოლება და მე ვიტყვი რომ აუ ნახე რამდენი ხელმომწერი მყავს. ყველა მნიშვნელოვანია, მაგრამ ნუ რაც ბევრნი ვართ მით უკეთესი. მეორე ვაკეთებ გადაცემების სერიას, ქვია არის ერთი ნიუანსი, TBC-სთან ერთად ვაკეთებ და მგონია რომ საინტერესოა. დაგილინკავთ ქვევით, თუ რაც მომენტში დაგაინტერესებთ, გადახვალ და მოისმენთ, გამეხარდება და ასევე მეუბნებოდა რომ ქისაჯი დაამატეო, იქნება ვინმეს უნდა რომ ფული გადმოგირიცხოსო, მეთქი არა, საჭიროა და მე მეთქი ოკეი, კაი. აღარ შეგეწინააღმდეგებით, დავამატე ქვევით, ლინკი მაქვს და გპირდებით რომ აქ ჩარიცხულ ფულს იმას არ მოვახმარო, ციციბურა ვიყირო და ბავშვებს პამპერსი, არა, არხის განვითარებას მოხმარდება. ხო და რა ვიცი, მეტი დავალება თქვენთან აღარა მაქვს, ერთადერთი თავს გაუფრთხილდით, თუ სადმე კასიუს დაინახავთ, გაიქეცით.